მეგობრებო, ის ხვის აზრის გათვალისწინებასთან დაკავშირებით და ზოგადად ჩვენთან ეს ხალხი რა სიტყვის ფრთიანი ფრაზა არის ძალიან პოპულარული და მგონი ჩვენს ცხოვრებას გასდევს ხოლმე ასე ლაიტმოტივად და ერთხანს უსმენთ და ზუსტად რაღაცნაირად მაგაზე იყო თითქოს პასუხი. აიღეთო ფურცელიო და გადითო ქუჩაშიო და ცნობ ხალხზე იყო საუბარი, ყველა გააჩერეთო და კითხეთო, როგორ გამოვიყურები, მოგწონვარ თუ არა და ყველაფერი ჩაიწერეთო. იქნებ თვა შევიღებო, იქნებ რა ვიცი დავიკლო, მოვიმატო და ასე შემდეგ, იქნებ ჩაცმის სტილი შევიცვალო და ყველა გააჩერეთო, აი ვინ შეხვდებოდო. დღის ბოლოს დაჯექითო და წაიკითხეთ ეს ყველაფერიო და მიხვდებითო, როგორი აბსურდია იმის სურვილი, რომ ყველას მოსწონდე და ყველას მოერგო, ყველას გემოვნებას რომ მოერგო. ხო და ამით იმის თქმა მინდა, რომ ზოგ ადამიანს მოვწონვართ. ზოგ ადამიანს არ მოვწონვართ. და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ნორმალური, იმიტომ რომ ზოგი ადამიანი ჩვენს მოგწონს და ზოგი ადამიანი არ მოგწონს, ამიტომ ნაკლებად ვიფიქროთ იმაზე, ვინ რა სიტყვის და უფრო მეტად კონცენტრირდეთ საკუთარ თავზე და საკუთარ ცხოვრებაზე.